მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღეს აქ შეკრების მიზეზი გახდა ერთ-ერთი არსაიდან წამოსული Instagram-ის Reels-ი, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ნინიმ ჩააგდო ჩვენს სამეგობროს ჩატში. Reels-ი შეეხებოდა როგორც მახსოვს პატარა მაკაკებს, რომლებიც ძალიან მიმამსგავსეთ საკუთარ თავს და ჩვენს დიალოგში უცებ არსაიდან გაისმა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც მე მგონი შენთან არის დაკავშირებული. რომ მე ჩემი 20 წლიანი ცხოვრების ამ დედამიწაზე არასდროს არ ყოფილვარ ზოოპარკში. ხო და ჩვენო მაყურებლებო, დღეს ჩვენ ყველანი ერთად დავათვალიერებთ ზოოპარკს. ოპერატორი გვყავს ნინი, რომლის ვიდეო მეც გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, მაგრამ თვითონ რატომღაც კადრში არ ჩნდება ჯერჯერობით, მაგრამ მორცხვი მაკაკაა. მორცხვი მაკაკაა და მაგდარ. ხო და ეხა ცოტა ხანში მოუწევს კადრში გამოჩენა, იმიტომ რომ ჩვენ ზოოპარკში რაღაც ცხოველურ ენერგიას ვიგრძნობთ და შეიძლება გავგიჟდეთ. ამიტომაც ნინი, მოდი ეხა კადრში და შენ სკვერიოდე სიტყვა. მეგობრებო, მე უბრალოდ არ მიყვარს ვიდეოში მოხვედრა, ამიტომაც თავს ვიკავებ და მხოლოდ ოპერატორობით შემოვიფარგლები. რადგან ჩვენი ვიდეო იყო პატარა მაკაკებზე, ჩვენ სწავლობთ და პირველ რიგში ნახავთ პატარა მაკაკებს. და ჩვენ ვიმავეთ. ой, ზეცას, აი შეხედეთ. რატომ დადიხართ? თუთი ყუშო არა, გაგვეცი პასუხი და გითხარი რაიმეზე კი. ისედაც არ გამკურვებია, მეთქი სად არის მამალი? მაგიტო ვკითხე, გოგო ხარ ბიჭო თუ ბიჭი ხარ გოგო თქო? ეს უეჭველი მამრობითია, იმიტომ რომ ის აქ რა ქვია? ბუნაგის მოწყობის სისაქთ მამრებს მიდრეკილება. კი. ეხლა ამას მოვიფიქრე. კაცი რაღაცებს საქმიანობს და ხალი ზის თავისთვის თავი მაღლა გაწეული და ხედს გადასქერის. დღე მეტად პოზიტიური და მხიარული გავხადოთ, ამიტომაც რამე ჩელენჯი მოვუწყოთ ერთმანეთს. აი მაგალითად, ვინც ყველაზე კარგ ფოტოს გადაიღებს, დანარჩენებს ნაყინებს უყიდის? ვინც ყველაზე თუ ფოტოს გადაიღებს? ისიც ნაყინებს იყიდის. აუ, ეგ რა წესია? რავი, აბა ახლა მოვიფიქრე. ამიტომ იპოვა მეგობრები და ეხა ის გადაიღებს ყველაზე კარგ ფოტოს აქ. მე ხო ყველა ცხოველის ენა ვიცი და ეხლა უყურეთ. ეკი გამიგონია, მაგრამ აკლემი არის. აკლემი იფუთხება ეს ვერ აუ, ChatGPT-ს კითხები დიაბა. ანუ და გაგაყერე რომ შეგაფუთხებს ნახავ მე. ეხლა რადგან ნინის გულწრფელად შეერა იმისა, რომ ეს აკლემები არ იფურთხებიან, ეხლა ნინი წავა და გადაიღებს აკლემებს ფოტოს. მეგობრებო, აწი თუ სადმე ერთად წავალთ ქეთოსთან ერთად, აწი ცოტა პერუ ადგილზე წავიყვანოთ, იმიტომ რომ აქ სუნი აწუხებს. განსაკუთრებით როცა ზოოპარკში მოდით, განსაკუთრებით მინდა და მენახა სპილო. ამიტომაც დადგაისნანა. ვაი მე რა მხელა. ჩილო ჩაკვალენიო. ვაი მე გამარჯობა. აი, ყურები გაგვიპატყუნა. მაგ ეხა ისე გადამიღე რა, ვითომ ჩემი ბესტია. ნინი, ფოტო გადამიღე, ვითომ ჩემი ბესტია. აი მეგობრებო, ახლა მე მივდივარ რომ გადავიღო რუხ წეროსთან ფოტო. რა? რა დაინახეთ რა? ვარხვი რა? ვაი მე რა მხელა რაღაცა არის. აი! ვარო და ფოტოს გადაღება ჩემთან. ბიბი ჩემი ყობა ხოლმე ეს რა თქმა უნდა მე არ მახსოვს. და თურმე უკვე უნდა დავჭდე და მე ვიძახი. ვაი მე არა მეშინე რომ ციხს დამარტყავს თქო. ეხლა ჩვენ მივიღეთ ექსტრემალური გადაწყვეტილება და წავიდეთ. ნატო ნეო ციხლი არ მოგარტყავს. ანუ მე მგონი მართალი ვიყავი რომ ამბობდი ციხს დამარტყავს თქო. აი არც ისე
ვარ დაინტერესებული ამ ეტაპზე. ეს იცი? ნახე. გეკონი. ნახე რა საფარელია. გამომხედე. მეგობრებო, ესეთი ბედნიერია გოგო ჩვენ როგორ გვინახავს მთელი დღე. მეგობრებო, ჩვენ უკვე ყველა ცხოველი თუ ფრინველი ვნახეთ. ამიტომაც დაადგა ნანატრი დრო და წავალთ ახლა საჭმელად. ხო, ელენე? კი, წავალთ საჭმელად და არ დაგავიწყოთ რა ჩვენი დაჩელენჯებული ფოტოები. კარგად შეათვალიეროთ და თქვენს გამოავლინოთ გამარჯვებული ამ კრინჯი ფოტოებიდან. ძალიან კარგი გამოცდილება იყო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი პირველი გასაინება ზოოპარკში ფანტასტიკურად შედგა. ქეთო, იტყვი რამე ეს? მე ვიტყოდი იმას, რომ ყველაზე მეტად მომეწონენ პატარა მაიმუნები და რა ერქვა იმას? არა. კაპუჩინა. ხო, კაპუჩინა. საბოლოო ჯამში ძალიან სასიამოვნო და კარგი დღე იყო. ნინი, მე ასევე დავამატებდი იმას, რომ სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად გასეირნება. ფანტასტიკური დრო გავატარეთ 4-ივე ერთად. მადლობა, დაგვილაიქეთ ვიდეო.